ერთ-ერთი ყველაზე პროპაგანდისტული დემაგოგიური ტერმინი სამწუხაროდ გახდა ტერმინი პროქართული, რომ ანუ თითქოს არც პროდასაური, არც პრორუსული, მოდით ვიყოთ პროქართულები. ხა ამას როგორ უნდა შეეწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, პროქართული უნდა იყოს და ყველა სახელმწიფო თავისი ეროვნული ინტერესები და დამოუკიდებელი ინტერესებს უნდა ხელმძღვანელობდეს, ასე იქცევიან დასავლეთ ქვეყნების და ასე უნდა მოიქცეთ ჩვენ ცხადია. თუმცა საგარეო კურსზე როცა არის ლაპარაკი, პროქართული საქართველოსკენ ხო ვერ წახვალ, შენ საქართველო ხარ და შენს ინტერესებზე რო ზრუნავ, საგარეო კურსი როგორ უნდა გქონდეს, მაგაზე არის ლაპარაკი. საგარეო კურსი უნდა გქონდეს შენ არის სახელმწიფოზე და პარტნიორები გჭირდება და ვინ გინდა რომ იყოს შენი პარტნიორები, ამაზე ვლაპარაკობთ. შენი მთავარი პარტნიორი გინდა რომ იყოს სოფლიოში უდიდესი ეკონომიკები, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ევროკავშირზე მაქვს ლაპარაკი და ქვეყნები, რომლებიც არიან დემოკრატიულები და გეხმარებიან და გეუბნებიან, ახლა მათ შორის როცა არის ხოლმე ლაპარაკი იმაზე, რომ იქიდან რაღაც თიც გვიქნებიან და ინსტრუქციებს გვაძლევენ. მოდით შევადაროთ ერთმანეთს, რას გვეუბნება პირობითად რუსეთი და რას გვეუბნება ევროპული სახელმწიფოები. ევროპული სახელმწიფოები გვეუბნებიან, რომ ხალხო, სასამართლო სისტემას მიხედეთ. ჯანდაცვის სისტემას მიხედეთ. გააუმჯობესეთ. რა საზღრები არის, როგორ გაგვიბედეს მაგის თქმა. რუსეთ გეუბნება, რომ მიიღე რეპრესიული კანონები, შეზღუდა სიტყვის თავისუფლება, დაიჭირა ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ პროტესტს სათქმელად და აპლოდისმენტებით არიან, როდესაც ქართული ოცნება ამას აკეთებს, ხო? აი ამ ორ მოცემულობას შორის არის ლაპარაკი და მათ შორის ტოლობას კი არ სვამენ, პირიქით, მეტობის ნიშანს სვამენ, რომ რაღაც თითქოს ევროპა და დასავლეთი ამ შემთხვევაში არიან რაღაც ერევიან ჩვენ სუვერენიტეტში და რუსეთი რა შევა ზრუნავს ჩვენ სუვერენიტეტზე? თუ რუსეთი გვართმევს რეალურად სუვერენიტეტს.